მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ 5 ყველაზე ძვირადანაზღაურებად მსახიობზე. და ჩვენს ხუთეულს გახსნის ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, მუსიკოსი, სცენარისტი და პროდიუსერი ჯონი კრისტოფერ დეპი მეორე. მან ისეთი ფილმებით გაითქვა სახელი, როგორიცაა ედ ვუდი, ჩარლი და შოკოლადის ქარხანა, ალისა საოცრებათა ქვეყანაში და რა თქმა უნდა კარიბის ზღვის მეკობრეები. მისი ყოველწლიური შემოსავალი $48 მილიონ შეადგენს. You are without doubt the worst pirate I've ever heard of. But you have heard of me. ტომას მეი პოტერ კრუზ მეოთხე, ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და კინოსცენარისტია. იგი სამგზის ოქროს გლობუსის მფლობელია. კრიტიკოსები მის საუკეთესო ნამუშევრად მხატვრულ ფილმ მაგნოლიას მიიჩნევენ. ტომასი გატაცებულია ავტოსპორტით. ამიტომ მას ხშირად იხილავს სპორტულ ავტომანქანებზე და მოტოციკლეტებზე, როგორც ფილმებში, ისე რეალობაშიც. მისი ყოველწლიური შემოსავალი შეადგენს $53 მილიონ აშშ. სამეულს ხსნის ისევ ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და სცენარისტი. ოსკარისა და ოქროს გლობუსის ლაურეატს ერთ დროს კინოსტუდიები უარს ეუბნებოდნენ სცენარის ყიდვისაგან. მხოლოდ იმის გამო, რომ მას სურდა ამ ფილმშივე მონაწილეობის მიღება. საბოლოო ჯამში სცენარი მირამაქს ფილმმა იყიდა. შედეგად კი დეიმონმა ოსკარი აიღო სცენარში ფილმისათვის ჭკვიანი იულ ჰანტინგი. დღეისათვის მისი ყოველწლიური შემოსავალი $55 მილიონი. ჯეკი ჩანი ჰონკონგელი, ჩინელი და ამერიკელი მსახიობია, რომელმაც 90-იანი წლები გაულამაზა უამრავ ქართველ ბავშვს. იგი ერთ-ერთი ცნობილი ბოევიკების გმირია მსოფლიოში. იგი თანაბრად უხამებს ერთმანეთს ჩხუბს, სიცილს და აკრობატიკულ ილეთებს. დღესდღეობით მან 100-ზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა და ხო, $61 მილიონი ის თანხაა, რომელსაც იგი ყოველწლიურად ღებულობს. იმედია ჯონსონს არ ეწყინება, მაგრამ როდესაც ინფორმაციას ვეძებდი, პირველ ადგილას ნებისმიერს ველოდი გარდა დუეინისა. თუმცა როგორც ჩანს, მას ეს საერთოდ არ ანაყლებს. 54 წლის მსახიობი და რესლერი ყოველ წელს $65.5 მილიონ ღებულობს. მალე ჩვენ მას ისე ვიხილავთ ეკრანებზე ახალი Fast and Furious-ის ნაწილში. ისე საინტერესო ეს სანტა ბარბარა ოდესმე თუ დამთავრდება. დღეისათვის კი სულ ეს იყო. ერთმანეთს YouTube-ზე შევხვდებით.